Bolo 1 საათია ჩვენ მელიქიშვილის გამზირზე ვართ. ველოდით აქ საპროტესტო აქციის დაწყებას, როგორც დაანონსებული იყო, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებოდნენ მოქალაქეები, შემდეგ ისინი მსვლელობით, მარშით, ტრადიციული მსვლელობით დაიძრებოდნენ რუსაველის გამზირისკენ, შეჩერდებოდნენ სწორედ აქ კახიკალაძის საარჩევნო შტაბთან, რომელიც გასულ კვირას სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. მთელი ამ 1 საათის განმავლობაში, რაც აქ ნელ-ნელა ჟურნალისტები, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები, აჩვენებენ შეურაცხმყოფელ ჟესტებს, მოქმედებებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამ შტაბის, კახიკალაძის საარჩევნო შტაბის თანამშრომლები, რამდენიმე წუთში დაიძაბა ვითარება ადგილზე, როგორც წესი, ძალიან ბევრი პოლიციელია ხოლმე მობილიზებული, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ, როდესაც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ამ შტაბის, კახიკალაძის საარჩევნო შტაბის თანამშრომლები მაშინ აქ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისე უსწორდებოდნენ ფიზიკურად მოქალაქეებს, რომ აქ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ აქ პოლიციელები და რა თქმა უნდა დაიწყეს ქართული ოცნების წარმომადგენლების დაცვა. რამდენიმე მოქალაქე, რომელთა აღბეჭდას ჩვენმა კამერამ და ტელეფონმა მოახერხა, დაშავებულია სერიოზულად სწორედ ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად. ჩვენთან ერთად არის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც დაზიანებები არ უწევს რამდენად აღქმადია კამერისთვის, თუმცა ეთყობა სახეზე, სხეულზე, მას ვკითხავთ მომხდარის შესახებ, მოგვიყევით რა მოხდა, თქვენ საზმაოდან მოუყვებოდით მარშს, როგორც ვიცი. კი, ჩაოლებ რა, როგორც ყოველდღე მოვდივართ ხოლმე, მოვდიოდით აქ რა ქვია, სპეციალურად ქონდა დაანონსებული მელიქიშვილს გამოვივლიდით. აქ ორცხედოთ აქ მანქანები ჩააყენეს, არ ვიცი ვინ ჩააყენა, რომ გასულ საშუალება ხალხს არ ქონოდა და როცა მანქანები ჩააყენეს, მე იქ ვიდექი და მოცივდნენ ტიპები, არ ვიცი, ზოგი ოფისიდან გამოსცა, ზოგი იქიდან უკიდან გამოვიდნენ, უკიდან ქუჩებიდან, ისე რომ რა ვიცი, ანუ ვერ შეგვამჩნია, ყველა მხრიდან შემოგვიარეს და პირდაპირ, ანუ ზოგს ეჭირა ხელში, დრინები ეჭირა, რეზინის ხელკეტები ეჭირა, მუშტებიც იყვნენ, ვიღაც სპორტსმენებიც იყვნენ, რა ვიცი, ძალიან დიდი ტიპებიც იყვნენ და რა ვიცი, პირდაპირ დაგვასწრეს თავს და დაუწყეს ჩხუბი, რა ვიცი, ჩემს გვერდზე ბიჭი იყო და იმასაც რა ვიცი, მოარტყეს, მეც მომარტყეს ცოტა და დიანებები გქონდათ, ესეც გიჩვენეთ ფაქტობრივად ეს კინის ბარიკადებს ისროდნენ მაყურებელმა, ესეც რომ იცოდეს და ისე და ოფისში იმალებიან ეს ტიტუშკები, ესა რეჟიმი, რომელიც ტიტუშკებზე მონებს და ჩმორებს და შნირ ხალხზე, რომელსაც აი სხვა მეტი არაფერი არ გაუკეთებთ იმის მაგალითად, რომ იმის გარდა რომ გაყიდონ საკუთარი თავით, გაყიდონ საკუთარი ღირსება და ამ ხალხს ღირსება არ გააჩენს ახლა. მე ამით ვერ შემაშინება, ვერ ასოდეს რა. არ ზარ მეშინა, კიდე ბერჯერ მოარა, არ მეშინი არავის. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით, რომელიც ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა.